საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში აფხაზეთის კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებსა და მის შედეგებზე, პრობლემის მოგვარების კუთხით არსებულ ვითარებასა და მოგვარების გზებზე რგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრას უნივერსიტეტის რექტორი არქიმანდრიტი ადამ ახალაძე უძღვებოდა. მოწვეულნი იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის თემაზე მომუშავე ექსპერტები და ისტორიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. როგორც მამა ადამმა აღნიშნა, მრგვალი მაგიდა ახლახან საპატრიარქოში აფხაზეთის თემაზე გამართული კონფერენციის გაგრძელებაა და ინიციატივის მიზანს პრობლემის მოგვარების საქმეში ახალი რესურსის მოძიება წარმოადგენს. მრგვალი მაგიდის მონაწილეები აფხაზეთის თემის სიმწვავიდან და აქტუალობიდან გამომდინარე ქართულ-აფხაზური ურთიერთობების საკითხებზე მსგავსი შეხვედრების სისტემატურად გამართვის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. მრგვალ მაგიდაზე აფხაზეთის ისტორიულ-გეოგრაფიულ ასპექტებზე, აფხაზეთის კონფლიქტის მიზეზებსა და კონფლიქტში მონაწილე მესამე ძალის რუსეთის ნეგატიურ ფაქტორზე ისაუბრეს. ექსპერტებმა ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის რუსეთ-საქართველოს ომის განსაზღვრება, მისი ხასიათი და გეოპოლიტიკური შედეგები, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის წარმოშობის არსი, გენეზისი, მისი განმაპირობებელი ფაქტორები, ეგრეთ წოდებული აფხაზეთის ეკლესიის მდგომარეობა და ასე შემდეგ. ჩვენი მიზანი არის ყურადღება გავამახვილოთ იმ საკითხებზე, რომლებიც უფრო ხშირად რჩება ხოლმე ყურადღების მიღმა. ამიტომაც სწორედ ექსპერტები, ანუ მეცნიერები მოვიწვიეთ, რომლებიც წლების განმავლობაში ამ საკითხებზე მუშაობენ, მაგალითად, არის თუ არა ქართულ-აფხაზური კონფლიქტი ერთა თვით გამორკვევის პროცესის ნაწილი ან მისი შედეგი. როგორი არის რეალურად ხასიათი იმ ომისა, რომელსაც ჩვენ აფხაზეთის ომს ვუწოდებთ, არის თუ არა ეს რუსეთ-საქართველოს ომი და რა შედეგები მოიტანა მან, როგორი არის დევნილი მოსახლეობის თითოეული ადამიანის უფლებები და რა კავშირშია იგი საერთოდ ადამიანების უფლებების დეკლარაციასთან. კონფერენციებზე, რომელშიც ასევე ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა, მათ შორის იმ ფორუმებზე, რომლებიც იმართება, ვთქვათ, აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენ ყველგან განვსაზღვრეთ ეს როგორც რუსეთ-საქართველოს ომი. ეს ჩვენი ამ საგარეო დიპლომატიისაც შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს. ვიდრამდე ბოლომდე არ ვიტყვით სიმართლეს, ვიდრამდე ერთმანეთს არ ვეტყვით იმას, რასაც ვფიქრობთ, რაც გულს გვაკლია ან განაპირობებს ჩვენი დამოკიდებულების ხასიათს, მანამდე ძნელი არის გზაზე გასვლა, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ცხადია სიყვარულით. შეხვედრის მონაწილეებმა აფხაზეთის პრობლემის ირგვლივ შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავლის ძიებაზე და პროცესებში ექსპერტების და ისტორიკოსების მეტი ჩართულობის აუცილებლობაც აღნიშნეს. ძალიან მიხარია, რომ საპატრიარქო დღეს ყველაზე აქტიურად მუშაობს ამ თემაზე. ბუნებრივია, ხდება ყველაფერი პატრიარქის ლოცვა კურთხევით და მას დიდი მადლობა მინდა მოახსენო ყველა სახელით ასეთი ყურადღებისათვის აფხაზეთის პრობლემისადმი. ეს კონფლიქტი და კონფლიქტის მოგვარების პროცესი საკმაოდ ღრმა ჩიხშია შესული და ნებისმიერი მცდელობა საუბარით საჭიროა და მაინც შედეგზე ორიენტირებულია, რამე თუ ჭეშმარიტება ამ ჭიდილში, ამ ყოველდღიურ ურთიერთობაში, ჯაბაში იკვეთება და მე დარწმუნებული ვარ, დღევანდელი შეხვედრაც თავის შედეგს გამოიღებს.